მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა მეც, კარგად. დღეს ძალიან უჩვეულო დაწყება მქონდა როგორც ხედავთ, მაგრამ ისეთი მაისური მაცვია, ასე რომ არ დამეწყო არ გამოვიდო და არ ვიცი დაინახეთ თუ არა და ეს თავიდან განახებთ აბა. ხო ეს მაისური მოკლედ მაჩუქეს დავადების დღეზე ბიჭებმა გამიკეთეს, აგი აქეთ მაქვს ჩემი ინსტაგრამი, თოკო კარტხო, რომელიც უნდა გამოიწეროთ რა თქმა უნდა და აქეთ მაქვს YouTube არხი, რომელიც ეგეც უნდა გამოიწეროთ აუცილებლად. 1500-ზე ავედი სხვათა შორის ძალიან მალე და ძალიან დიდი მადლობა. მალე ავსულიყავით 2000-მდე რატომაც არა და ავსულიყავით ასევე 3000-მდე რატომაც არა და მე 10000-მდე რატომაც არა და მე ასე ავსულიყავით 20000-მდე, მე ავსულიყავით 30000-მდე, 40, 50, 60, 70, 80, 90 100 და კიდე ბევრი. მოკლედ მე უკვე ჩამოვედი გერმანიაში სამწუხაროდ, საქართველოში აღარ ვიმყოფები, საქართველოში ძალიან კაი ვიდეოები გადავიღე, მე ძალიან მომეწონა, იქ სანტას ვიდეო გადავიღეთ, თოვლის ბაბუას ვიდეო გადავიღეთ, რომელიც თქვენც მოგეწონათ, გადავიღე ვლოგი. კიდე რა გადავიღე? მოკლედ, ხვალ არის 17 იანვარი, 2026 წლის 17 იანვარი და ხვალ გადის ზუსტად 1 წელი, რაც დავიწყე სერიოზული ვარჯიში ყოველ დღე და მაგის მერე ერთი დღეც კი არ ჩამიგდია. ამიტომ დღეს გადავწყვიტე მენახებინა ჩემი ჯიმის აუთფიტები, მაისური, შორტი და ასე შემდეგ, მინდა რომ შევაფასოთ და თქვენს შემიფასეთ და მე დამიწერთ კომენტარებში, რომელი იქნება თქვენი საუკეთესო არჩევანი. ახლა კი დავიწყოთ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ რას ნიშნავს ახლა 1 წელი გავიდა რაც ყოველდღე ვარჯიშობ. ესე იგი, ვარჯიშით რა თქმა უნდა წინა წელს დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ოქტომბერში და ოქტომბერში რომ დავიწყე ვარჯიში, რაღაცა ჩავარდნები მქონდა, მეზარებოდა ხოლმე, არ ჩავდიოდი ჯიმში, სწორად არ ვჭამდი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მერეთან დეკემბერში ჩავედი საქართველოში, იქ საერთოდ არც არაფერს არ უყურებდი, საშინლად ვჭამდი, არ ვარჯიშობდი და მოკლედ ისე მოხდა, რომ სანამ აქ არ ჩამოვედი, აი ახალი წლების მერე, იქამდე ვერ დავლოქი რა. და აი ზუსტად რო ჩამოვედი წინა წელს ახალი წლის შემდეგ, გადავწყვიტე რომ ყოველ დღე გამეკეთებინა პრესის ვარჯიშები. რასაც დღემდე ვაკეთებ. იმ დღის შემდეგ, 17 იანვრის შემდეგ, 2025 წლის 17 იანვრის შემდეგ მე დღე არ ჩამიგდია რომ პრესი არ გამეკეთებინა. არ ვიცი რატო გავუჭედე. ხო, დღე არ ჩამიგდია რომ პრესი არ გამეკეთებინა. თუ მაინც და მაინც ვერ ვასწრებდი პრესის გაკეთებას, მეორე დღეს ვაკეთებდი ორჯერ. აქამდე მომიყვანა დავიკელი, რა ვიცი, 19 კილოგრამი, თან 6 თვეში, 1 წელიც არ დამჭირდა, 6 თვეში დავიკელი, 5-6 თვეში დავიკელი. 7 ახლა კი მოდით ის დავივიწყოთ რა მოხდა და დავიწყოთ შეფასებები ჩემი მაისურებისა და შორტებისა. პირველ რიგში განახებთ ყველაზე ცოტა მდაბი მაისურს. პირველი მაისური მაქვს ჩვეულებრივი ასეთი პუმას მაისური არის, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია აღამწმია, მაგრამ წინა წელს ცოტა იმას წონაში რო ვიყავ და ასე შემდეგ, ამით დავიწყე ვარჯიში, სხვათა შორის, ამ მაისურით და კიდევ ერთი მაისურით, იმიტომ რომ მარტო ესენი მქონდა მაგ დროს. ხო, ახლა იშვიათად ვისვამ ხოლმე. მაგრამ მაინც კაი მაისური არის, ამიტომ მოდი მე ამას შევაფასებ 10-დან 3 რა. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ფერი მომწონს, წითელი და შავი მომწონს და მაგ მომენტში 10-დან 3-ს დაუწერდი. ახლა ჩასმით არ ჩავიცვამ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი არ არის. თან ეს მაისური მე ძალიან მიყვარს. ძალიან გამიხარდა ეს რომ მაჩუქეს და თქვენც შემიფასეთ. მე შევაფასებ 10-დან 9-ს. რა თქმა უნდა 10-დან 9 შევაფასებ. ძალიან გამიხარდა ეს აჩუქარი. შეიძლება პატრაო ვიდეო გამოვიდეს, მაგრამ რა ვქნა გერმანიაში ვარ, ვცდილობ რომ რაღაცები მოვიფიქრო, მაგრამ არ ვიცი რა მოვიფიქრო ამ გერმანიაში. რა გავაკეთო, არ ვიცი რა. შემდეგი მაისური აი რაზეც ვსაუბრობდი წინა წელს, ამით დავიწყე ვარჯიში, ეს არის Nike Pro. ხო ეს არის Nike Pro, არის დიდი, ანუ ძალიან განიერი არის და მგონი თან XL-ი არის და მაგიტომ ეცვა წინა წელს, L-ი არის, მაგრამ ბიჭო ძალიან დიდი არის, ანუ სტანდარტ ფიტი არის, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი არის. წინა წელს 91 კილო რო ვიყავი, ეს მეცვა და ცოტა ისევ ჩანდი რა, ხოლმე რა კაჩუკივით და მევასებოდა რა. ვერავინ ვერ ატყობდა, რომ ზუქანი ვიყავი, მაგრამ სახეზე მეტყობოდა. ახლა ვარ 72-დან 73 კილომდე, როგორც ყოველთვის, რაც დავიკელი მაგის მერე. უი, სად გადავავიდე კაცო?
ხო, ნუ ეს საერთოდ აღარ მაცვია ხოლმე, ანუ საერთოდ აღარ ჩამიცვამს იმის მერე რაც დავიკელი მართლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის და ამიტომ ამას შევაფასებ თავისი ისტორიის გამო და თავისი ამბავის გამო შევაფასებ 10-დან 8-ს. ბოლოს და ბოლოს ახლა Nike არის, Nike Pro არის. ამით დაიწყო ისტორია, ამით დავიწყე დაკლება. ეს მიხმარებოდა რომ დამეფარა ის ჩემი რაღაცა ქონები და ასე შემდეგ და ამიტომ შევაფასებ 10-დან 8. შემდეგი მაისური, რაც მაქვს სავარჯიშოდ არის ისევ, მოგასწავლოთ, ისევ Nike Pro, ეს უკვე ცოტა რო დავიკელი, მაშინ დავიწყე ჩაცმა, იმიტომ რომ აქამდე რო ვიცვამდი ხოლმე, ცოტა მიჯანდა ღიპი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია რაც მაქვს და სხვადასხვა ძალიან კაი არის. ამას ხშირად ვიცვამ ხოლმე, ძალიან მომწონს, აი რაღაცა ზურგის დღეს ვიცვამ ხოლმე, ან რაღაცა ბიცეპს რო ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მიჩანს ყველაფერი და ამ მაისურსაც ძალიან ვაფასებ ძმაო, Nike Pro, შავი, ჩვეულებრივი. უბრალოდ ერთი პრობლემა რაც არის, გავაშრე. ეს არის სინთეტიკა. არ უნდა გამეშრო და ახლა მაქვს დიდი. მაგრამ მაინც რო ვიცვამ ხოლმე ძალიან კარგად მაქვს ტანზე და ამიტომ ამას მე შევაფასებ ძმაო 10-დან. ბიჭო, რა ხდება? ძალიან tips. არ ვჩი 10-დან 6 რა. დიდი არაფერი, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რავი, მაინც კაი არის, როცა ტანზე მასვია ხოლმე რა. ერთი მაისური მქონა კიდე XL-ი, აქ ვიყიდე გერმანიაში წინა წელს, სანამ კლებას დავიწყებდი. აი იგი იყო ძალიან დიდი რა, მაგრამ მე თვითონაც იმდენ დიდი ვიყავი, რომ ეგეთი დიდი საჭირო იყო რა. შემდეგი ჩვენი მაისურის არის ისევ Nike Pro. ესეც ნუ ასეთი მოტკეცილი სტილი არის. ესეც სამწუხაროდ არასწორი რეჟიმით გავაშრე და ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი ძმაო. საბოლოო ჯამში მაინც Nike Pro არის. ეს ძალიან დიდი ხანია მაქვს. ამასაც ძალიან ხშირად ვიცვამდი მართლა. რო ვიკლებდი და აი ცოტათი რო დავიკელი, უკვე თითქმის ყოველ დღე მეცვა ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, ვრეცხავდი, არ დამიწყოთ ახლა. რაღაცა ისეთი რაღაცები რო ვაიბე, ხარს და ასე შემდეგ. არა, ვრეცხავდი რა თქმა უნდა. ამ მაისურს, სხვა შორის არ ვიცი ახლა როგორ მექნება ტანზე. მე ვიცი რომ ცოტა დიდი მაქვს რა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არასწორად გავაშრე და ძალიან ბევრი აქვს გამოვლილი. ძალიან ხშირად მეცვა, ამიტომ ძმაო, მე ამას შევაფასებ 10-დან 8-ს. როგორც ის შევაფასე 10-დან 8 თავისი ისტორიის გამო, ამასაც 10-დან 8-ს შევაფასე. მახსოვს აი რომ მეცვა ხოლმე და აი ცოტათი მიჩანდა ხოლმე ღიპი და ნერვები მეშლებოდა და მე რო ვიცვამდი უკვე პრესი მიჩანდა. ასეა რა. ასე ხდება რა ყველაფერი რა. შემდეგი მაისური რაც მაქვს, ალბათ არ გაგიკვირდებათ არის ისევ Nike Pro. ეს უკვე ვიყიდე ზაფხულში, ამ ზაფხულს ვიყიდე, სანამ დავიკლებდი. ბოდიში რო დავიკელი უკვე და ნუ ყველაფერი სტაბილურად რო იყო და რო ვიყავი 72 კილო. ვიყიდე ეს Nike Pro. ეს ძალიან ჩვეულებრივი Nike Pro არის, ეს მოტკეცილი სტილის არის და მაგიტო ვიყიდე. თან ვიყიდე S-ი არის წესით ეს. ხო ეს არის S-ი. ამდაჟე ეს ვიყიდე რა და ძალიან მოტკეცილი მქონდა რა და ძალიან, ნუ, ჩემთვის ძალიან კაი იყო მაინც რა. ესეც სამწუხაროდ გავაშრე არასწორი რეჟიმით და ესეც გამიდიდდა და ძალიან ნერვები მეშლება, მართლა ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ რაც მქონა Nike-ის და Nike Pro-ების ყველაფერი გამიდიდდა რა. ანუ ახლა ძალიანაც არა, მაგრამ ისეთი მოტკეცილი აღარ არის და მაგაზე ძალიან მწყდება გული. ეს რავი, ზაფხულში რომ მეცვა ხოლმე, ნუ ამასაც ხშირად ვიცვამდი. მაგრამ ისეთი ისტორია არა აქვს, რომ 10-დან 8 დაუწერო, ამიტომ ძმაო, ეს ძალიან ჩვეულებრივი მაისური არის და დაუწერ 10-დან 4-ს. ეგეც იმიტომ რომ ტანზე კარგად მქონდა და მაინც Nike Pro არის რა. შემდეგი რაც მინდა რომ განახოთ არის შორტი, იმიტომ რომ შორტები არ მქონია აქამდე. და შემდეგი შორტი არის Nike Pro, ეს Nike-ის შორტი არის. ეს ძალიან დიდი ხანია რაც მაქვს, აი მართლა ძალიან დიდი ხანი არის და მართლა ძალიან კაი შორტი არის, ყველგან მეცვა. ფეხბურთს რო ვთამაშობდი, ჯიმში რო ვიყავი, ანუ ძალიან კაი მოდგმა აქვს, ძალიან კაი არის რა. ამას შევაფასებ ძმაო 10-დან 9-ს რა. ეს არის ძალიან კაი შორტი მართლა რა, ძალიან კომფორტული არის და მართლა ყველგან მაცვია ხოლმე და ძალიან ხშირად ვიცვამ რა. ახლაც კი ძალიან ხშირად ვიცვამ, ამიტომ 10-დან 9-ს დაუწერდი თავისი ისტორიის გამოც. თან სულ ეს მეცვა ხოლმე, სხვათა შორის როცა ვიკლებდი, მანამდეც როს უხდებოდი, დაკლების შემდეგაც, ნუ მოკლედ რა, 10-დან 9 ძმაო. სანამ გადავალ უკვე ცოტა სერიოზულ მაისურებზე და შორტებზე, იმის შემდეგ რაც ცოტათი პროფესიონალი გავხდი ამ ჯიმის სფეროში და ასე შემდეგ, მანამდე თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მალე ავიდეთ 2000-მდე.
მადლობა. შემდეგ უკვე როცა დავიკელი, როცა ცოტათი შევედი ამ აზარტში, ცოტათი არა უკვე კარგი ხნის შესული ვიყავი მაინც აზარტში. მოკლედ ახლახანს რა რო ჩამოვედი გერმანიაში, აღმოვაჩინე რა უბრალოდ გამახსენდა, რომ ძალიან მარტივად შეიძლებოდა Gymshark-ის მოპოვება გერმანიაში და შემდეგი მაისური არის Gymshark-ის მაისური. ესეც მოტკეცილი სტილის არის, ცოტა მომწვანო არის, არ ვიცი ახლა ვიდეოში ჩანს თუ არა. მომწვანო არის, ლოგო აქვს ჩვეულებრივი. ანუ როგორც Nike ისეთი არის, მაგრამ განსხვავებული ტექსტურა არის მართლა რა. ეს უფრო quality უფრო მაღალი არის რა. ხო ხდებით ახლა ქართული სიტყვები მოვიწყე. ესეც ძალიან მომწონს, ძალიან კარგად მაგტანზე. ამას შევაფასებდი ძმაო 10-დან 7-ს რა. Gymshark-ი არის, კაიფერი არის, ტანზეც კარგად მაგ. 10-დან 7. ახლა იცით ვუფიქრდები და აი ცოტა დებილობა ვიდეო კი გამოდის, მაგრამ ბიჭო, აი რა გავაკეთო ძმაო რა. რაღაცა კონტენტი მოსაფიქრებელი არის, ვერ ვფიქრობ ამ კონტენტს. რა გავაკეთო? მაპატიეთ. არა და უფრო მეტი შემიძლია. ნახეთ უკვე ხო? რაღაცა საჩუქრებისა, მაგრამ სპონსორი არის, საჭირო სპონსორი სად არის? სპონსორი თუ გაიჩიტება ძმაო, რავი, აი ყველაფერს გადავიღე. მე იქაც წავალ, აქაც წავალ, იმასაც ჩამოვიყვან, ამასაც ჩამოვიყვან და კონტენტიც იქნება, არა, რა გავაკეთო? ახლა უნდა ვიჯდე ამ 8 კვადრატულ მეტრში და უნდა ვიღებდე ამ ვიდეოს რა. ამიტომ სპონსორებო დამიზვანოთ, კაროჩი გელოდებით რა. შემდეგი მაისური, რომელიც იმ მაისურთან ერთად გამოვიწერე, იმ Gymshark-თან ერთად გამოვიწერე, არის Gymshark-ი. ოღონდ ეს არის თეთრი Gymshark-ი. ეს ძალიან ჩვეულებრივი არის, ეს მოტკეცილი სტილის არის, მაგრამ ამას რო ვიცვამ ხოლმე, აი უფრო ჩანს ყველაფერი, ხო ხდებით, აი პრესი მიჩანს უფრო. თეთრი რო არის მაგიტო რა. ხო და ამას შევაფასებდი ერთი გულით მოუმატებდი და 10-დან 8 შევაფასებდი. ეს ძალიან ჩვეულებრივი არის, არა და არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ Gymshark-ი არის ბოლოს და ძალიან კარგად მაგ ტანზე მართლა რა. მე ძალიან მიყვარს ეს თეთრი Gymshark-ი რა. შემდეგი ჩვენი ჯიმის პროდუქტი არის შორტი. ესეც Gymshark-ის შორტი არის. ასეთი ლამაზი შორტი არის. მე ძალიან მომიწონა რო უყურებდი. აქეთ უკანა წერია Gymshark, წინ ლოგო და ეს თეთრი ხაზები აქვს. ამას იშვიათად ვიცვამ ხოლმე, იმიტომ რომ შემდეგი შორტი რომელსაც განახებთ, ის უფრო მომწონს. მოდგმაც უკეთესი აქვს რა. ამიტომ რახან ამას ძალიან ხშირად არ ვიცვამ ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან კაი შორტი არის და რა თქმა უნდა ახლა ვიცვამ ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირად არის. ამიტომ ამას დავუწერდი 10-დან 6, იმიტომ რომ Gymshark-ი არის და ლამაზი არის. აი ის შორტი, რომლის გამოც არ ვიცვამ, წინა შორტს არის ეს შორტი. არ და განსაკუთრებული არაფერი არა, მაგრამ რაღაცნაირი არის, შავი არის, აქ ლოგო აქვს, შავი ლოგო აქვს. აქაც даже Gymshark-იც არ აწერია. ანუ უბრალოდ შავი შორტი არის და არ ვიცი ამას რატო ვიცვამ უფრო ხშირად ვიდრე წინა შორტს რა, მაგრამ ეს ძალიან ბევრ რაღაცას უხდება და მოდგმაც უკეთესი აქვს რა. ანუ ძალიან ის გონი მოტკეცილის მაქვს ცოტა და მაგიტო არ ვიცვამ. ხო და ეს უკეთესი არის და ამიტომ ამას შევაფასებ. ესაც განსაკუთრებული არაფერი, შორტი არის რა. ახლა შიგნიდან აწერია Gymshark, როგორც ხედავთ. მაგრამ შორტია რა. 10-დან 6 შევაფასე, ის 10-დან 8 მაინც. 10-დან 8-ს დაუწერ, იმიტომ რომ თითქმის ყოველდღე მაცვია ხოლმე და ძალიან ბევრ რაღაცას უხდება და ძალიან კაი არის და Gymshark-ი არის ვენაცვალე მაგათ. ნელ-ნელა უკვე უახლოვდებით დასასრულს. სანამ დასასრულს მიუახლოვდებოდეთ, განახებთ შემდეგ მაისურს და არ გაგიკვირდებათ ალბათ და ესეც არის Gymshark-ის მაისური, წითელი შავში, როგორც გითხარით, წითელი შავში ძალიან მიყვარს მართლა. ამასაც არა აქვს ეს ხელები, არ ვიცი რა ქვია, ედიკებს ეძახიან ამ. ხო, ასეთი არის. ესეც ოღონდ მოტკეცილი სტილის არის, ანუ compression shirt არის. აქაც უკან აწერია Gymshark-ის ლოგო შავი წითელში. ძალიან მაგარი არის მართლა. თან ფაზაკლება ქონდა და მაგიტო ვიყიდე. ამას მაო შევაფასებ 10-დან 8-ს რა. ამასაც 10-დან 8 შევაფასებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაინც საკაიფო მაისური არის მაო, მოდგმაც საკაიფო ტანზეც, მაგრამ აქ რა დიდი ისტორია ახლა ამას არ აქვს. ეს არის ყველაზე ახალი შენაძენი Gymshark-ებიდან, ამიტომ 10-დან 8. შემდეგი მაისური არის ისევ და ისევ Gymshark-ის მაისური, ეს უკვე გრძელმკლავიანი არის, ისეთივე სტილის არის, compression shirt არის, მოტკეცილი სტილი არის, არის ნაცრისფერი, ასეთი ლოგო აქვს Gymshark-ის, აქაც უკან Gymshark-ი აწერია და სხვათა შორის ეს არც ერთხელ არ ჩამიწვავს, ოღონდ არ ვიცი რატო, ალბათ გრძელმკლავიანი რო არის მაგიტო, მაგრამ აი ხო, აი არც ერთხელ არ ჩამიწვავს რა და სულ მინდოდა ხოლმე ჩაცმა და არ ვიცვამ. ოშ ხვალ არ ჩავიცვა. ნუ კაი, ამაზე გადავწყვეტ ახლა როდის ჩავიცვა და როდის არა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც კაი მაისური არის, არ ვიცი ტანზე როგორ მაქვს, იმიტომ რომ მართლა არ მეცვა რა. ამიტომ ამას შევაფასებ 10-დან 5-ს რა, არც იქით, არც აქეთ და Gymshark-ი რო არის, ეგეც მაგიტო დაუწერ 5-ს რა. არ ვიცი, თქვენ დამიწერეთ კომენტარებში მოგწონს თუ არა. მე კი
მომწონს, მაგრამ აი უბრალოდ მართლა არ ვიცი რატო არ ვიცვამ რა. ფერიც არა და თითქოს კაი არის რა. დაგვრჩა ბოლო მაისური. სანამ ამ ბოლო მაისურს განახებთ, თქვენ გამოიწერეთ არხი რა თქმა უნდა და ალაიქეთ ვიდეო. ახლავე გადადით კომენტარებში და სცადეთ და გამოიცნოთ რა მაისური იქნება ეს რა. აი ბოლო მაისური თქვენი აზრით რას განახებთ. დაწერეთ? ხო და მაშინ ახლა განახებთ. ბოლო მაისური, რომელიც მე ძალიან მინდოდა, ალბათ ყველა ჯიმის მოყვარულს ენდომებოდა, არის Onyx-ის V5, რომელსაც აი იმდენი ხანი ვიწვალე რომ მეყიდა და აი ბოლოს რო ვიყიდე, ისეთი ბედნიერი ვიყავი. აი ასეთი version 5 არის, V5 Onyx-ის. ასეთი ლამაზი ლოგო აქვს, ცისფერი ლოგო აქვს. ასე გამოიყურება უკნიდან და ეს არის აი ძალიან კაი მართლა რა. ერთადერთი რასაც ვუჩივი, ეს არის medium-ი რა, ანუ medium size-ი არის და მე მინდო S-ი. არა S-ი აღარ იყო, ყველაფერი გაიყიდა 2 წამში, ოღონდ მართლა. აი ეს ვაფშე რანაირად ვიყიდე, ემი როგორ ვიყიდე, ეგეც არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან მადლიერი ვარ მართლა და აი ერთადერთი არის ალბათ რომელსაც შევაფასებ 10-დან 10-ს რა, იმიტომ რომ ტანზეც კარგად მაქვს, ძალიან ლამაზიც არის, ლეგენდარული არის, Gymshark-ის Onyx-ი არის ბოლოს და ბოლოს. ამიტომ ამას შევაფასებ ძმაო 10-დან 10-ს რა. აი ასე როგორ გავანათე, იმიტომ რომ 10-დან 10 და გავანათდი. ხო ეს არის ბოლო მაისური ამ ჩემი ჯიმის კოლექციიდან. მეგობრებო, მე ამ დროს როცა თქვი რომ ეს ბოლო იყო, შევწდი, იმიტომ რომ გამახსენდა რომ კიდე მაქვს Gymshark-ის ჰუდი. აი ასეთი ჰუდი არის, ძალიან ლამაზი არის. მიკროფონი არ მიკეთია და იმედია კარგად ესვით ხმა. Gymshark Lifting Club არის და ამასაც შევაფასებ ძმაო 10-დან 10. და რატომ? იმიტომ რომ წითელი და შავი არის და Gymshark-ი არის. მადლობა. ახლა კი გავაგრძელოთ. ხმა აღარ შემიძლია. არ ვიცი ახლა თქვენ მოგეწონებათ თუ არა ესეთი სტილის ვიდეო, მაგრამ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, ავიდეთ 2000 გამომწერამდე და მე იქნება და რამე მეშველოს და რაღაცა სპონსორები და ცოტა კაი იდეები და კაი ვიდეოები გამოვიდეს იქნება და არ ვიცი რა როგორ იქნება რა იქნება რა. მადლობა მეგობრებო რომ უყურეთ, ბევრს აღარ გავუწელავ. გამოიწერეთ არხი კიდევ ერთხელ. გადადით ჩემს TikTok-ებზე და რა ვიცი Instagram-ზე, აგერ აი აქ მაწერია. Bang, თოკო კარტხო. და ბიჭებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი საჩუქრისთვის. მე კი დაგემშვიდობებით ახლა და რა ვიცი, მოვიფიქრებ რამე იდეას კიდე რა შემიძლია რომ გადავიღო. მადლობა ნახვამდის. კოცნით.